ბედნიერია ის მშობელი, ვისაც ყავს თქვენნაირი შვილები და შვილიშვილები და ჩემნაირი რძალი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაბადების დღის მოლოცვისთვის. მე მინდა თქვენი თავი გავაცნოთ საქართველოს და მარტო არა საქართველოს მოსახლეობას ყველას, ვინც მე მიცნობს. ჩემი რძალი სალომე სალაყაია. სხვანაირად ხო არ იქნებოდა შალვა? მათე და ჩემი შვილიშვილები. ცხოვრებაში მხოლოდ ერთ შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი. როცა ყავს რძალი კარგი, შვილი უკეთესი და შვილიშვილები მასზე უკეთესი. ამ შემთხვევაშია მხოლოდ ადამიანი ბედნიერი. სხვა შემთხვევაში ადამიანი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება. ფული არ არის ბედნიერება. ჩემთვის ბედნიერება ხარ თქვენ. ჩვენ თქვით, რომ ჩვენი პატრიარქი საპატივცემლოდ ჩვენ არ გადაგვეხადა დაბადების დღე, იმიტომ რომ ჩვენ ცეკვა და სიმღერას არ დაუშვებდით სალომე. თქვენ მაინც მოხვედით აქ და მომილოცეთ, ხო? აი უყურეთ, აი აქ არის ხართ თქვენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, ხო? მე რატო ვარ ბედნიერი? მე იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ თქვენ ყველანი ერთმანეთზე უკეთესები ხართ. აი დედა ჩემი სურათი რატო დევს აქ მეორე დღეა და ბებია ჩემის. დედა ჩემიც და ბებია ჩემიც იცით რატოა ბედნიერი. მე ესე ვთვლი, რომ მათ კარგი შვილი გაზარდეს. არასდროს არ უნდა დაივიწყო წინაპარი. არასდროს დედას და მამას ენა არ უნდა მიუბრუნო. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გაგზარდათ და სწორ გზაზე დაგაყენათ. ვინც ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, თქვენ ყველანი ახალგაზრდები ხარ და მთელი საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ დედას სიტყვაზე უკეთესი სიტყვა არ არსებობს. რა ლამაზად იწერება, რა ლამაზად ჟღერს. დედას სიტყვას ვინც გადაუხვევს, ის არასდროს სწორ გზაზე არ დადგება და მისი ცხოვრება ყოველთვის იქნება დაბნეული და დამაბნეველი. აქედან გამომდინარე, მე ბედნიერი ვარ, რომ დედა ჩემით არის ბედნიერი, სადაც არის იქ და მე ბედნიერი ვარ დღეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გთხოვეთ, რომ არ მოსულიყავით, მაგრამ ეს დაბადების დღე მომილოცეთ და ძალიან მაგარი საჩუქარიც მომიტანეთ. და აი ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი და ამით თავი უნდა მოვკვეთოთ ჩვენ საქართველოს ტრევს. საქართველო ერთჯერ მოვა ისეთი ვაშკაცი, რომ საქართველო გაერთიანდება და არავის არაფერს არ დაუთმობს. მე კიდევ თქვენთან ერთად მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადაუხადო, ვინც მომილოცა დაბადების დღე. თუ ღირსი ხარ, მაშინ მოგილოცავენ, თუ არა ხარ ღირსი, არავინ არ მოგილოცავს. დიდი მადლობა ბავშვებო, გოგოებო, ბიჭებო, მოლოცვისთვის. გილოცავ კიდე ერთსა. ნიცა, მოდი. აბა შენ როგორ დამლოცა? აბა როგორ დამლოცავ? სულ ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული. აბა დაგლოცავ. ბედნიერია ის მშობელი, ვისაც ყავს თქვენნაირი შვილები და შვილიშვილები და ჩემნაირი რძალი. გისურვებთ წარმატებას.